ნახეთ ბავშვებო, პირველი დებულება ასეთია. მოსწავლეებმა ვერ დაასრულეს პროექტი დროულად, ხოლო მეორე დებულება მოსწავლეებმა დროის შეზღუდვის მიუხედავად შეასრულეს პროექტის ძირითადი ნაწილი. ორივე აღწერს ერთსა და იმავე ფაქტს, მაგრამ განსხვავებულად. თქვენ რა განსხვავება შენიშნეთ ამ ორ დებულებას შორის? პირველი თითქოს გვაკრიტიკებს, მეორე კი თითქოს შედის ჩვენს მდგომარეობაში. ჩემთვის პირველი ნეგატიურ, კაცრ განწყობას ტოვებს, მეორე უფრო პოზიტიურს. დიახ, ერთი და იგივე ფაქტი შეიძლება განსხვავებული ტონითა და მნიშვნელობით გადმოვცეთ. თქვენ რომ ჟურნალისტები იყოთ, როგორ დაწერდით სტატიას ამ ამბის შესახებ? ისე, რომ სტატია იყოს ზუსტი, სამართლიანი და მკაფიო. თავარია, რომ მიკერძოებულად არ გადმოვცეთ ამბავი. ზუსტად, ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაცია, ესაა პასუხისმგებლობაც. ჩვენ მიერ შერჩეული სიტყვებით გვქმნით განწყობასაც. წარმოგიდგენიათ რა ხდება ამ კუთხით სოციალურ ქსელებში. მოდით, ახლა ყველამ აიღეთ თითო პარადი. თითოეულზე წერია რაღაც ფრაზა. მაგალითად, მეგობარი არ პასუხობს მესიჯს. მოიფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ ეს თქვათ განსხვავებული ტონით, ნეიტრალურად, ემოციურად ან ირონიით. გონი ცუდად არის, ალბათ უბრალოდ დაკავებია. ესე ვერ პასუხობს. და არ დაგავიწყდეთ, დაფიქრდეთ. უნდა დავასკვნათ თუ არა რამე, სანამ ფაქტს კარგად არ გავეცნობით.